შეერთებული შტატები ოლიგარქის რეჟიმის მსახურებისთვის ახალ სანქციებს ამზადებს. ამჯერად სანქციების სამიზნე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიებში მონაწილე მოსამართლეები და პროკურორები არიან. ინიციატივა რესპუბლიკელ კონგრესმენს ჯო უილსონს ეკუთვნის, მან შესაბამისი წინადადებით უკვე მიმართა ამერიკის მთავრობას და კონკრეტული პირების სახელები და გვარებიც დაასახელა, ვისაც სანქციები უნდა შეეხოს. როდის უნდა ველოდოთ სანქციების ახალ ტალღას, შეერთებული შტატებისგან ნინა მაჩაბელი გაგვაცნობს თემაზე პოლიტიკურ შეფასებებს. გისმენთ ნინა. იქიდან გამომდინარე, რომ რესპუბლიკელი კონგრესმენი ამ სიას აქვეყნებს საჯაროდ პლატფორმა X-ზე, სადაც არიან მოსამართლეები და პროკურორები იმ პოლიტიკური საქმეების განხილველი მსაჯულები და შესაბამისად პროკურორები, რომელთა მეშვეობითაც 52 პატიმარი ზის ახლა ციხელში, საუბარია პოლიტპატიმრებზე, სინდისის პატიმრებზე, რომლებსაც უბრალოდ არაფერი დაუშავებიათ, გარდა იმისა, რომ საკუთარი სამშობლოსთვის იბრძვიან, რომ ქვეყანაში იყოს დემოკრატია. ჯო უილსონის ამ სტატუსიდან გამომდინარე, თუ ვიმსჯელებთ და რასაც ის წერს, რომ უნდა დაისაჯონ ეს ადამიანები, დასჯაში ბუნებრივია იგულისხმება, რომ ამ ადამიანებს ამერიკის შეერთებული შტატებისგან უნდა ჰქონდეთ სამომავლოდ სანქციების გარკვეული სახის სიაში ყოფნის შესაძლებლობა, იმიტომ რომ დასჯა სხვანაირად ბუნებრივია ვერ მოხდება ამ კონკრეტული ადამიანების. ასევე რომ უნდა დაისაჯონ ეს ადამიანები, ბუნებრივია მხარს უჭერენ საქართველოში პროევროპული პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც ამბობენ, რომ სისტემა დღეს დგას სწორედ ამ ხალხზე, რომლებიც ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ადამიანებს უშვებენ ციხეში, კერავენ საქმეებს და რომლებიც უბრალოდ ასრულებენ რეჟიმის დაკვეთებს და ამას რის სასარგებლო დაკეთებენ. ბუნებრივია ეს ჩანს ხოლმე მერე უკვე მათ დეკლარაციებში, გარკვეული ადამიანის დეკლარაციებში, რომლებსაც ქონება ძალიან ეზრდებათ ხოლმე და ეს ქონება არ არის დასაბუთებული, მაგალითად საიდან ეზრდებათ. ასე რომ პოლიტიკოსები დღეს საქართველოში ამბობენ, რომ ამერიკა დიახაც არა მარტო ბიძინა ივანიშვილს ხედავს, რომელიც ასევე დასანქცირებულია, არამედ იმ ადამიანებსაც, რომელთა დახმარებაზეც ბუნებრივია საქართველოში ქვეყანაში მყარდება რეჟიმი. ჯო უილსონის განცხადებამ პირდაპირ გვაჩვენა, რომ ამერიკა თვალს ადევნებს არა მარტო ივანიშვილს და მის ქონებებს და მის ძალაუფლებას, არამედ ივანიშვილი რეჟიმი რაზე დგას, ვინ არიან ეს ადამიანები და სწორედ ამ სიის გამოქვეყნებით მათ პირდაპირ უთხრეს რეჟიმის თანამონაწილეებს, რომ ისინი აუცილებლად დაისჯებიან. მარტო ამერიკაზე არ არის საუბარი, ამ მთლიანად ეს ადამიანები, ვინც ამ სიაში იყო გამოქვეყნებული, მოწყდება მთლიან დასავლურ ცივილიზაციას, ანუ მათ აღარ იქნება დასავლეთში გასვლის საშუალება და ეს არის მესიჯი მათთვის, ეს არის ივანიშვილისთვისაც მესიჯი და ცხადია ჩვენთვის, საზოგადოებისთვის, ვინც უკვე ორ თვეზე მეტია აპროტესტებს და ეს მხარდაჭერა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რომ ჩვენი მეგობრები ჩვენს გვერდით არიან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული ოცნებისთვის ხელშემწყობმა ნებისმიერმა რგოლმა იგრძნოს პასუხისმგებლობა თავის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე. არ უნდა ეგონოს რომელიმე პროკურორს ან მოსამართლეს, თუ ისინი არ ჩანან ყოველდღიურად და არ წარმოადგენენ ქართული ოცნების სპიკერებს, რომ ვინმე მათ ვერ ხედავს ან ვინმე მათ დანაშაულებრივ ქმედებებს ვერ ამჩნევს. ეს თვითიც არის გაგრძელება იმ პოლიტიკის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომ ყველაფერი ესმით და ყველაფერს ხედავენ. ამერიკული სანქციები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისათვის, რომ გაისიგრძე განონ თავისი დანაშაულები და თუ რაიმე პრევენცია ჯერ კიდევ არსებობს მომავალში ჩასადენ დანაშაულებრივ ქმედებებზე, გამორიცხონ ახლავე. ყველა ის ადამიანები, რომელიც ჩართული არის ამ საქმიანობაში, პროკურორები, მოსამართლეები და რომლებიც ამ რეპრესიების გატარებაში ივანიშვილის ინსტრუმენტები არიან, წარმოადგენენ ლეგიტიმურ სამიზნეს ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების, ამიტომაც უახლოეს მომავალში, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი არის, რომ ჩვენი მთავარი, ასე ვთქვათ, პარტნიორები და მეგობრები ვაშინგტონში დაასანქცირებენ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ქართული დემოკრატიის და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურ მონაწილეობას იღებს. ყველა შეთანხმებულია ჩვენ მეგობარ ქვეყნებში სანქციების აუცილებლობაზე, გამომდინარე ავტორიტარული რეჟიმის ბუნებიდან ივანიშვილის და გამომდინარე ქართველი ხალხის მხარდაჭერის მნიშვნელობიდან. და რომელი იქნება პირველი, ეს იქნება დიდი ბრიტანეთის სანქციები, თუ იქნება შეერთებული შტატების, ამას დრო გვაჩვენებს. თავარია, რომ სანქციების პოლიტიკა უკვე არსებობს და დამატებითი სანქცირება არის ქართველი ხალხის მხარდაჭერის კიდევ ერთი შესაძლებლობა.
დასავლური სამყარო არის გაერთიანებული, რომ საქართველოში დასრულდეს დიქტატურა და რეჟიმი, რომელიც დღეს ასე რეპრესიულად ექცევა საქართველოს მოქალაქეებს, რომელსაც სურს ქვეყანაში დემოკრატია და დემოკრატიულ გზაზე დაბრუნება, ბუნებრივია ევროპულ ოჯახში გაერთიანება და შესაბამისად ვისმენთ ხოლმე დასავლური ქვეყნების ლიდერების მხრიდან გარკვეული სახის განცხადებებს, მათ შორის სანქციებთან დაკავშირებით და ჩვენ ვიცით, რომ ამ რეჟიმის შემოქმედი, მთავარი შემოქმედი რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე დაასანქცირა და ამავდროულად ვიცით და ვრცელდება ინფორმაციები, რომ მაგალითად დიდი ბრიტანეთი ასევე ემზადება კონკრეტული პირების დასასანქცირებლად და ხდება თუ არა ასევე დიდი ბრიტანეთის ან ამერიკის სანქცირებულთა სიაში ეს ხალხი, რომელზეც გუშინ ჯობლსონმა გამოაქვეყნა სტატუსი, უნდა დაველოდოთ ბუნებრივია მოვლენების განვითარებას და ის რომ ასე ღიად ისმის უკვე ეს სახელი და გვარები მიუთითებს იმაზე, რომ დასავლეთი, მათ შორის კი ამერიკის შეერთებული შტატები აკონტროლებს არა მარტო იმ პირებს, რომლებიც ამ რეჟიმის სათავეში არიან, არამედ იმ პირებსაც, რომლებიც რეჟიმს ექვემდებარებიან.